განვიხილოთ ესე იგი ერთ-ერთი სავარჯიშო, კერძოდ ამოვხსნათ უტოლობა 2x-6-ის მოდულს პლუს 2x პლუს 2-ის მოდული ნაკლებია 14-ზე. ერთ-ერთ ვიდეოში მე აღიხსენე თუ როგორ უნდა ვიპოვოთ მოდულების ჯამის მინიმალური მნიშვნელობა. ესე იგი თუ განვიხილოთ ფუნქციას, ამ შემთხვევაში 2x-6 პლუს 2x პლუს 8-ს და ასევე საკვანძო სიტყვა დამოვწერთ საკვანძო რიცხვებს, ეს საკვანძო რიცხვებია -8, 6 და 2x. 2x და რატომ? აი მაგალითისთვის იცი მიმართავ გეომეტრიულ ესე ვთქვათ ინტერპრეტაციას კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ, ეს განვიხილოთ მაგალითად a წერტილი კოორდინატით -8, b წერტილი კოორდინატით 6, ხოლო c წერტილი კოორდინატით 2x. ესე იგი აქ იყოს a -8, აქ იყოს b კოორდინატით 6 და მე მაშინ გითხარით რომ იმისათვის რომ მოდულების ჯამი იყოს მოდულების ჯამა მიიღოს მინიმალური მნიშვნელობა, აი ამ c წერტილის კოორდინატი უნდა იყოს მოთავსებული ეკუთვნოდეს ab მონაკვეთს. როგორც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2x-6 გეომეტრიულად წარმოადგენს ესე იგი ac უკაცრავად bc მონაკვეთის სიგრძეს, ხოლო 2x პლუს 8 წარმოადგენს ac მონაკვეთის სიგრძეს. ხო, ამიტომ ესე იგი y-ის მინიმალური მნიშვნელობა, ესე იგი რა გამოდის მინიმალური მნიშვნელობა არის ab მონაკვეთის ტოლი და ამას ისევ ასე ვთქვათ და ეს არის x-8 და არის 14-ის ტოლი. ვინაიდან მოდულების ჯამის მინიმალური მნიშვნელობა არის 14, ამიტომ ის 14-ზე ნაკლებ მნიშვნელობას ვერ მიიღებს და შესაბამისად მას ამონახსნი არ აქვს, ანუ x-ი ეკუთვნის ცარიელ სიმრავლეს. ახლა ვინც ნახავს ჩემს ვიდეოს, სადაც განხილული მაქვს სწორედ აი ამ ტიპის ფუნქცია, ბუნებრივია, მას ამდენი ასე ვთქვათ მსჯელობის ჩატარება არ სჭირდება, პირდაპირ ესე ვთქვათ აიღებს ორ რიცხვს 6 და -8-ს, დათვლის სხვაობის მოდულს 6-8-ს, რომელიც არის 14, იცის რომ 14 არის მოდულების ჯამის მინიმალური მნიშვნელობა და დაასვნის რომ ის 14-ზე ნაკლებ მნიშვნელობას ვერ მიიღებს და შესაბამისად x-ი ეკუთვნის ცარიელ სიმრავლეს. ანუ სწორი პასუხი არის c. გადავიდეთ შემდეგ სავარჯიშოზე. ამჯერად უნდა ამოვხსნათ უტოლობა, სადაც მოდულების ჯამი მეტია 12-ზე. ამ შემთხვევაშიც ამოვიღოთ საკვანძო რიცხვები, ესე იგი ჩვენი გამოსახულება არის x+3-ის მოდულს პლუს x-5-ის მოდული მეტია 12-ზე. ასე ვთქვათ, საკვანძო რიცხვები ამ შემთხვევაში არის -3 და 5. როგორც ერთ-ერთ ვიდეოში ახსენი, ამ შემთხვევაში მოდულების ჯამის მინიმალური მნიშვნელობა ეს არის 5-3 და ეს არის 8-ის ტოლი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ x-ის მნიშვნელობები, სადაც მოდულების ჯამი არის 12-ზე მეტი. ჩვენ ვიცით რომ თუ x-ი მოთავსებულია -3-სა და 5 შორის, მაშინ მოდულების ჯამი ღებულობს მინიმალურ მნიშვნელობას და ეს არის 8. ამიტომ ესე იგი ჩვენ გვინდა რომ რადგან გვინდა რომ იყოს ჯამი 12-ზე მეტი, ამიტომ x-ი უნდა იყოს ასე ვთქვათ 5-ის მარჯვნივ და -3-ის მარცხნივ. მე ვაგნოთ სად ასე ვთქვათ არის სწორედ საზღვარი და რომელ სიმრავლეს ეკუთვნის x-ი. აი მაგალითისთვის ახლა ჩვენ ესეთი ასე ვთქვათ დაკვირვება განახორციელოთ. აი ნახეთ, თქვათ x-ი არის 6-ის ტოლი. 6-ის ტოლი, ხო? თუ x-ი არის 6-ის ტოლი, მაშინ მოდულების ჯამი იქნება, უყურეთ, მოდულების ჯამი იქნება 900 პლუს 1, ანუ იქნება 10-ის ტოლი. ანუ როგორც კი 5-ს მოვშორდით ერთი ერთეულით, მოდულების ჯამი გაიზარდა 2 ერთეულით. ხო? აი მაგალითად, თუ ჩვენ ახლა ავიღებთ x-ი უდრის 7-ს, ხო? მაშინ მოდულების ჯამი გაიზრდება არა 2 ერთეულით, არამედ 4 ერთეულით, ხო? ანუ თუ იყო მაგალითად მინიმალური მნიშვნელობა 8 ტოლი და მოვშორდებით ასე ვთქვათ აი ამ 5-დან 2 ერთეულით გადავინაცვლებთ მარჯვნივ, მაშინ მოდულების ჯამი გაიზრდება 4 ერთეულით და გახდება 12. ასევე, რადგან ჩვენ გვინდა რომ მოდულების ჯამი იყოს ასე ვთქვათ 12-ზე მეტი, ამიტომ x-ი უნდა იყოს 7-ზე მეტი. ანალოგიურად, თუ -3-ს მოვშორდებით მარცხნივ გადავინაცვლებთ ერთი ერთეულით და x-ი გახდება -4, მაშინ მოდულების ჯამი იქნება 10-ის ტოლი, ხოლო თუ კიდევ ერთი ერთეულით გადავინაცვლებთ მარცხნივ -5-ში, მაშინ მოდულების ჯამი იქნება უკვე ასე ვთქვათ 12-ის ტოლი, ანუ მინიმალური მნიშვნელობასთან შედარებით გაიზრდება 4 ერთეულით, ანუ გახდება 12. ჩვენ გვინდა რომ მოდულების ჯამი იყოს 12-ზე მეტი, ამიტომ x-ი უნდა იყოს როგორც დავარქვით, x-ი უნდა იყოს მეტი 7-ზე და x-ი უნდა იყოს ნაკლები -5-ზე. ან 7-ზე მეტი, ან -5-ზე ნაკლები. ჩამონათვალში ეს გახლავთ a, ეს ის სწორი პასუხი არის a. ისევ მსგავსი სავარჯიშო, ოღონდ თუ ჩვენ პირველ შემთხვევაში გქონდა ჯამი იყო მეტი 12-ზე, ახლა ჯამი არის ნაკლები ან ტოლი 14-ზე, ოღონდ გვაინტერესებს არა მთლიანად ამონახსნი, არამედ გვაინტერესებს მთელი ამონახსნების
მთელი ამ ნახსნების ჯამი. აქაც ეს კი უკვე ჩვენ წინა ჯერობებს თუ გავითვალისწინებთ, ამოვიღოთ საკვანძო რიცხვები, ეს იქნება -4 და 6, მინიმალური მნიშვნელობა ვიცით რომ არის 6 - -4 ანუ 10. ჩვენ ვიცით რომ თუ ერთი ერთეულით მოშორდებით, ესე იგი მარჯვენა ასე ვთქვათ კიდეს, ანუ უდიდესი ასე ვთქვათ რიცხვს, აი ამ ჩვენი საკვანძო რიცხვებიდან მოდულების ჯამი გაიზრდება 2-ით, ანუ გახდება 12, ხოლო თუ მოშორდებით ორი ერთეულით, გახდება 4-ით გაიზრდება და გახდება 8, 6 აი აქ იქნება 8. ესე იგი ჩვენ კარგით, ესე იგი ჩვენ გვინდა რომ მოდულების ჯამი იყოს ნაკლები ან ტოლი 14-ზე. ამიტომ ბუნებრივია თუ x-ის მნიშვნელობა გადააჭარბებს 8-ს, უკვე მოდულების ჯამი აღემატება 14-ს და ის ასე ვთქვათ, 8-ზე მეტი x-ების, ის x-ები რომელიც 8-ზე მეტია, ჩვენ მინიმუმობის ამონას არ დააკმაყოფილებს. ასევე თუ ჩვენ -4-ს, ასე ვთქვათ, -4-ის მარცხნივ ერთი ერთეულით გადავინაცვლეთ, მოდულების ჯამი გაიზრდება ორი ერთეულით და გახდება 12, ხოლო თუ კიდევ ერთი ერთეულით გადავინაცვლეთ, მაშინ მოდულების ჯამი გაიზრდება 4-ით და გახდება 14 ერთეული. ჩვენ გვინდა რომ მოდულების ჯამი არ აღემატებოდეს 14-ს, ამიტომ x-ი მოთავსებული უნდა იყოს -6-სა და 8 შორის. ანუ x-ი უნდა ეკუთვნოდეს -6-სა და 8 შორის უნდა იყოს მოთავსებული. კარგი, მაგრამ ჩვენ ჯერ არ ამოვიხსნიოთ ტოლობა, რადგან ჩვენ უკაცრავად ტოლობა ამოვხსენით, მაგრამ ჩვენ თვითონ ამოცანა ასე ვთქვათ, არ გადაგვიწყდია, რადგან აქ მოთხოვნილია რომ უნდა ვიპოვოთ მთელი ამ ნახსნების ჯამი. ისე იგი -6-დან რის ჩათვლით, ყველა მთელ რიცხვს შევკრიბავთ, -6-დან 6-ის ჩათვლით, ისე იგი გვექნება ურთიერთმოპირდაპირე, ესე ვთქვათ, მოპირდაპირე რიცხვების ჯამი და იქნება 0, ამიტომ მთელ ამ ჯამში ჩვენ ასე ვთქვათ დაგვრჩება მხოლოდ 7 და 8, ამიტომ ჯამი გამოვა 15-ის ტოლი. ესე იგი, ჩამონათვალში 15 არის მეორე ადგილზე, ანუ პასუხი არის B. გისურვებთ წარმატებას.